და კომპენსაციების გაცემის საკითხზე სასაუბროთ სტუდიაში გვერდება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით და მადლობთ, რომ გადაცემაში მონაწილეობთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ზარალის ანაზღაურების წესი დამტკიცებულია და კომპენსაციების გაცემის პროცედურები უკვე ხვალიდან უნდა დაიწყოს. რომ გაგვიმარტოთ, რას გულისხმობს, რას მოიცავს ეს პროცედურები, ანუ რა უნდა ქნას დაზარალებულმა მოქალაქემ, ხვალიდან რომელ უწყებას უნდა მიმართოს და რა საბუთები უნდა წარადგინოს. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით, რომ დიდი მადლობა მინდა უთხრა საკრებულოს ყველა წევრს ამ ერთსულოვანი ხარდაჭერისთვის, რადგანაც ხვალ ჩვენ შევძელით იმ წესის ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სტიქიის დაზარალებული ადამიანებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. რაც შეეხება პროცედურებს, წესში გაწერილი წესების მიხედვით, მათ უნდა მიმართონ შესაბამის გამგეობებს და ასევე ქონების მართვის სააგენტოს. თქვენ სიუჟეტი ძალიან კარგად იყო განმარტებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილში სამუშაოებს განახორციელებს შესაბამისი გამგეობები, რაც შეეხება ქონების დათმობის და საბაზრო ღირებულებით მათი ანაზღაურების ნაწილში ჩართული იქნება ქონების მართვის სააგენტო. წესთან ახლავს შესაბამისი განაცხადი, რომლის შევსებაა საჭირო და თუ მოქალაქე დაზარალებული, რომელიც ამ სტიქიის შედეგად დაზარალდა, მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი მიმართულებით უნდა მოხდეს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ის იქნება მიღწეული ორხრივ შეთანხმება ჩვენ შორის, ასე რომ ვთქვათ, ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი თანხით ამ ადამიანის ანაზღაურება. თქვენ სიუჟეტშიც იყო განმარტებული და ვიტყვი, ორ ეტაპად არის განხილული ეს ანაზღაურების ნაწილი. პირველი გულისხმობს სულადობის მიხედვით კონკრეტული კვადრატული მეტრებზე განსაზღვრული შესაბამისი ოდენობის თანხის მიღებას და პლუს თუ იქნება სხვაობა ამ თანხასა და იმ ქონების საბაზრო ღირებულებას შორის, რომელიც მან დაკარგა ამ სტიქიის შედეგად, მას შემდეგ რაც მოხდება განსახლების ზონის განსაზღვრა და იქნება საუბარი, რომ მან არსებული ქონება, რომელიც მანამდე რჩება მის საკუთრებაში, სანამ ჩვენ განსახლების ზონას განსაზღვრავთ და მათ გარკვეულ შეთავაზებას გავუკეთებთ, ანუ მოხდება ამ სულადობრივ მაჩვენებელსა და საბაზრო ღირებულებას შორის არსებული სხვაობის დაბალანსება. თუ კონკრეტული დაზარალებული პირის სულადობრივი ანაზღაურების თანხა უფრო მეტი იქნება, ვიდრე მისი სახლის საბაზრო ღირებულება, რომელიც სტიქიამდე ფასდება, ასეთ შემთხვევაში ეს ზედმეტობა მას შეიძლება დარჩება მთლიანად და ასე ვთქვათ მოიხმარს მისი საჭიროების სამეთ. და მეორე გზა კონკრეტული თანხა და თუ არის საკმარისი ეს დაზარალებული მოსახლეობისთვის და მეორე ნაწილი გულისხმობს, თუ პირველ ნაწილზე არ სურს დაზარალებულს დათანხმება, მას შეუძლია პირდაპირ წავიდეს გამოსყიდვის მეთოდით, შეფასებულია მათი ქონებების და ძირითადად მძიმედ დაზიანებული სახლების დიდი ნაწილი, როგორც სვანიძის ქუჩაზე, ასევე წლეთის ხევში და მოხდება პირდაპირ ამ სახლების საბაზრო ღირებულებით ანაზღაურება. კითხვას რაც შეეხება უკაცრავად რა თანხაა გამოყოფილი? თანხებთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი ვერსია, მე შევწდები ახლა გავშიფრო ამ თანხასთან დაკავშირებული საკითხი. მთლიანად განაცხადის დონეზე და ის რაც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე იყო, ეს იყო დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე, თუმცა აქ შედიოდა ის თანხები, რომლებიც გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მოხმარდა იმ ინფრასტრუქტურის აღდგენასაც დაახლოებით 10 მილიონზე ცოტა მეტი მოცულობით, რომელიც კისერად იყო აღსადგენი, რადგანაც საჭირო იყო გარკვეული სამუშაოების წარმოება კერძო კომპანიებიდან, კერძო ფიზიკური პირებიდან და სხვადასხვა ტიპის დონორებიდან. ამ ეტაპზე მობილიზებული 10 მილიონ ლარამდე, მთლიანად ამ ეტაპზე განხორციელებული შეფასებების მიხედვით, ეს არის 50-მდე სახლი, საჭიროა დაახლოებით 13 მილიონ ლარზე ცოტა მეტის შესაბამისი ღირებულების საჭიროება. ამიტომ ჯერჯერობით როგორ მოხდება დანარჩენი თანხის მობილიზება? ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია გარკვეული წყაროები და ეს შემოწირულობები გრძელდება, ჯერ კიდევ ზოგიერთ კერძო კომპანიას განაცხადი აქვს გაკეთებული, თუმცა ჯერჯერობით ეს თანხები ასახული არ არის თბილისის მერის ანგარიშში, ასევე გარკვეული დაახლოებით 6-7 ბანკი, რომელსაც სპეციალური ანგარიშებით ჰქონდათ გახსნილი ამ სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, მათი მხრიდანაც მოხდება ამ თანხების გადმოტანა და ამიტომ ვფიქრობ, აი ამ რესურსების მობილიზების შემდეგ შესაძლებელი იქნება მთლიანობაში ის, რაც ჩვენ ვალდებულები ავიღეთ ამ წესის მიხედვით, ყველა მათგანზე შესაბამისი უზრუნველყოფის განხორციელება.
დიახ, და დაახლოებით რა ვადებია განსაზღვრული იმისთვის, რომ სრულად მოხდეს უკვე ზარალის ანაზღაურება? ამისათვის ვადებთან დაკავშირებით არის აქაც დამოკიდებულია ეს ყველაფერი იმ მიმართულებაზე, რა მიმართულებასაც აირჩევს კონკრეტულად დაზარალებული, თუმცა 2 თვის ვადაში ყველა პროცედურული ნაწილი უნდა მორჩეს. ერთი ნაწილი რაც გულისხმობს განსახლების ზონის განსაზღვრას, ეს იქნება ალბათ მნიშვნელოვანი ნაწილი პირველ შემთხვევისთვის, რადგანაც ანუ 2 თვის ვადაში ყველა პროცედურული ნაწილი მორჩება და მთლიანად ამ წესით განსაზღვრული ოპერაციების დასრულება შესაძლებელი იქნება 1 წლამდე ვადაში მათი დასრულება. გასაგები, რაც შეეხება იმ ავტომობილებს, რომლებიც სტიქიის დროს დაზიანდა და არ იყო დაზღვეული, საკრებულოს დეპუტატები მათ ანაზღაურებასაც ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღეთ თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება და რამდენ ავტომობილზეა დაახლოებით საუბარი? ჩვენ რა დღეს რა წესიც მივიღეთ, ეს ნაწილი ითვალისწინებს მხოლოდ უძრავი ქონების ნაწილის ანაზღაურებას და ასევე პირველადი საჭიროების ნივთებისათვის საჭირო თანხის მოცულობის განსაზღვრას და ამ ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს დღევანდელი წესი, რაც შეეხება უძრავი ქონების იმ ნაწილს, რომელიც ავტომობილებს გულისხმობს და იქ არა მარტო სტიქიის ზონაში მცხოვრები ადამიანების ავტომობილებს ეხება, არამედ იმ ავტომობილებსაც, რომლებიც მოძრაობდნენ იმ დროისათვის ამ სტიქიური მოვლენების ეპიცენტრში. ასეთი ავტომობილები 2 ივლისის მონაცემებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დადგენილი, არის დაახლოებით 154 ავტომობილი, მათი დიდი ნაწილი დაზღვეული იყო კერძო სადაზღვევო კომპანიებში და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კერძო სადაზღვევო კომპანიებმა მიუხედავად კონტრაქტის გარკვეული პირობებისა უზრუნველყეს მათი სრულად ანაზღაურება. გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, იყო დაზღვევის გარეშე. ჩვენ უნდა ვნახოთ ის რესურსი, რაც გაგვაჩნია და თანხის ის მოცულობა, რომელიც საჭირო იქნება ასეთი ტიპის ავტომობილების ანაზღაურებისთვის და ბუნებრივია ეს იქნება განხილვის პროცესი და ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად მივუბრუნდებით. დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყავით, მოამბის შეკითხვებს. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე პასუხობდა, ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას.